მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ვიკასთან ფილტრის გარეშე. თქვენ უყურებთ YouTube არხ მისმინეს და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ნანი წულაია, პოლიტპატიმარ გიორგი მინდაძის დედა, სინდისის ტყვე გიორგი მინდაძე და რაც შეეხება ნანი წულაიას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ადამიანი, რომელიც იქცა სიმბოლოდ ბრძოლის, დედობის, შეუპოვრობის სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად. მივესალმები ნანის, მადლობა რომ აქ ხარ და ვიცი რომ არ არის შესაძლოა მარტივი ეთერში მოსვლა, სხვადასხვა გადაცემებში მოსვლა, თან ძალიან უჩვეულო არის. თქვენ 7 ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდით და გიორგი და თქვენ ნანი და ეხლა ყველაფერი შეიცვალა. დღეს ჩვენ მინდა ვისაუბროთ გიორგის ბავშვობაზე, თქვენს დედაშვილობაზე და მომავალ ბრძოლაზე, იმიტომ რომ ეს ბრძოლა არ დასრულებულა იმ განაჩენით, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. პირველ რიგში მინდა მაინც საუბარი დავიწყო გუშინდელი აქციით. რუსთავში იყო არაჩვეულებრივი აქცია, უამრავი ადამიანი ვნახეთ და ვნახეთ სოლიდარობა. ამით მინდა დავიწყოთ საუბარი ნანი. მივესალმები თქვენ მაყურებლებს დიდი სიყვარულით, ვისაც ოდნავ ერთი სიტყვაც უთქვია ჩვენ შესახებ. სულ ყველას დიდი ხელებით ვეფერები და ვებერთელა გულით, სულით და გულით. გუშინ რაც შეეხება გიორგის დაბადების დღე იყო, სოლიდარობა გამოუცხადა ხალხმა. შეიკრიბნენ რუსთავში ჟიური შარტავას ძეგლთან, მსვლელობა ჩავატარეთ ჩვენ ეზოში მივედით კორპუსთან, სადაც გიორგიმ მთელი ბავშვობა გაატარა და სხვათა შორის მინდა გითხრა, ვიკა დაიწოდეთ, რომ აი ეხლაც ამხელა ბიჭია და სულ მეტყვის, დედიკო ხო არასდროს გავყიდით ამ პინას, მე ხო აქ დავრჩები, იმდენად უყვარს და რასაც არ მოველოდებოდი სინამდვილეში რუსთავის მახელა თანადგომას, ამდენი ხალხის მოსვლას, ამდენ სიყვარულს არ ველოდებოდი და მოლოდინს გადააჭარბა გუშინდელმა დღემ და ქალი რომელიც სულ ბობოქრობ ლამის დაუმონჩდი სიხარულისგან. აი ესეთი დღე იყო და მოულოდნელი იყო. აი საოცარი იყო, ნამდვილად მოულოდნელი იყო ამდენი ხალხის შეკრება, იმიტომ რომ ქონია ჩვენ ასე გასვლითი აქციები, თელავშიც ქონდა ვიყავით მათეს სახელზე წასულები, კიდე გაგვიკეთებია სხვა მარშებიც, მაგრამ ასეთი გრანდიოზული არ ყოფილა და ალბათ ესეც უფლისნება იყო გიორგის სახელზე ასე რომ ყოფილიყო. და მშობლებიც იყვნენ პოლიტპატიმრების მშობლები. ამაზეც მინდა აუცილებლად ვისაუბროთ და იმ წარმოუდგენელ გუნდზე, მებრძოლი მშობლების ჯგუფზე, რომელიც შექმნა ამ ვითარებამ და იმ სოლიდარობაზე, რომელიც თქვენ ერთმანეთის მიმართ გაქვთ, ეს ძალიან იგრძნობა. და იგრძნობა თქვენი მეგობრობა, თქვენი მხარდაჭერა. სანამ ამ თემაზე გადავალ, მინდა რომ ვისაუბრო გიორგიზე. გიორგი არის მთავარი, რის გამოც თქვენ აქ ხართ ახლა და თქვენ და გიორგის გაქვთ საოცარი ისტორია. საერთოდ ერთმა ადამიანმა რომ მეორე შეიცნოს, ამისთვის ხშირად საჭიროა დაკვირვება, ხშირად საჭიროა საუბარი, ფასეულობების გარკვევა, მაგრამ ნანი, თქვენი ისტორია ისეთია, რომ ეს ისტორიაც ამბობს, რამდენად ემპათიური ადამიანი ხართ თქვენ, რამდენად კეთილშობილი ადამიანი ხართ თქვენ და მაგრამ მე მაინც თქვენზე არა, გიორგიზე მინდა დღეს საუბარი. თქვენ მისი ბიოლოგიური დედა არ ხართ და ამაზე საუბრობდით, სულ და მოგიყოლიათ ეს ისტორია, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩვენს მაყურებელსაც მოუყვეთ, როგორ გახდით გიორგის დედა და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა. არა ვარ გიორგის ბიოლოგიური დედა, სხეულიდან არ შემიგრძნია გიოს სიყვარული, მაგრამ სულში შევიგრძენი ვიკა. ჯერ საერთოდ ბავშვები მიყვართ ძალიან. და გიორგი რო დაიბადა, კარის მეზობლის შვილია. სანამ დაიბადებოდა გიორგი, იმასაც გეტყვი, რომ ცხონებული დედამისი იყო საუკეთესოდ საყვარელი გოგო და აი მთლიანი ორსულობის დროს სულ თვალწინ მყავდა და თუ რამე მონდომია შემისრულებია, იმიტომ რომ უზომოდ მიყვარდა ცხონებული, იყო საუკეთესო სულის და კეთილი გულის პატრონი. სინამდვილეში გიო გავს დედამის ბიოლოგიური თვისებები, ბევრ ამეში შემიმჩნევია გიოშიც. რო დაიბადა გიორგი, საავადმყოფოში არ მივსულ ვარ, მართლა სანახავად, მაგრამ რო გამოიყვანეს,
გამოყვანის დღიდან მე და ჩემი კედლის მეზობელი ქალბატონი ნინო დღე და ღამე მაგათთან ვიყავით. სახში კი არ შევიდოდით არაფერზე. გიოს რამე არ მოუნდეს, რამე არ დაშირდეთ. სახში კი ყავდა გიოს დედას მამი და ძალიან ყოჩაღი მედგარი ქალი. მაგრამ აი ჩვენ მქონდა სურვილი და თვითონ ბავშვი იყო. ის პატარა სათნო რაღაცა საოცარი გამოხედვა ჰქონდა. აი ისევ გვინდებოდა შევსულიყავით და გვენახა, ჩვენ გამოგვეცვალა, ჩვენ გვეჭმია ხელოვნურზე იყო, ხელოვნურ კვებაზე და აი ყველაფრის გაკეთების სურვილი ჰქონდა და თანდათან მე იმ ხელა სიყვარული ჩამომიყალიბდა, რომ აი შემეძლო მე თქვა მეუღლისთვის, რომ საღამოსაც იქ დავრჩები თქო, იმდენად მინდოდა გიოსთან ყოფნა. მერე დროჟამი გავიდა და სიტუაცია ასეთი შეიქმნა. დედა იყო გულის დაავადებით დაავადებული, ძალიან დიდ თანხას ითხოვდა ოპერაცია, რომლის შესაძლებლობა ერთიანად ვერანაირად რო ვერ შექმნიდა დედამისი ამას და მოილაპარაკეს ეთყობა ოჯახში, ოჯახის საქმეში ხო არ ჩავერეოდი, გიორგის დედამ და მამიდამ მოილაპარაკეს, ბინა იპოთეკურში ჩადეს და დედა წავიდა საზღვარგარეთ, მამიდა წავიდა თურქეთში. რომ ერთიანად შეეგროვებინათ ეს თანხა და ოპერაცია გაეკეთებინა. გიორგი კიდე მანამდე აიყვანეს ქალბატონი, ჩვენთან ახალი გადმოსული იყო და არ ვიცი ის ქალბატონი მე ახლოში ძალიან, ძიძა დაიყვანეს. ვისაც დაუტოვეს ბავშვი? ვისთვისაც უნდა დაეტოვათ, თორე არ დაუტოვიათ. სანამ წავიდოდნენ 10 დღით ადრე გააკეთეს ეს ამზადისი, როგორ შეეჩვეოდა ბავშვი. ადიოდნენ ერთხელ ორჯერ სამჯერ და რავი სუდაძინებული ხდებოდა და რაღაცით დაეჭვნენ ესენი და ერთი დღე რო ავიდა მიუსწრო ამ მამიდამ რომ არ ვიცი მე მგონი დასალევს ასმევდა და იმით არ ვიცი რაღაცას და ეძინა გიომშვი და თურმე და გამოგლიჯა ეს ბავშვი თავის ტანსაცმლიან ყველაფრიანად და წივილკივილი ჩამოიყვანა ბებომ დაბლა. იმდენად შემზარავი კივილი იყო, გამოვცვევდით სართულში სულ და გიო რო დავინახე ასე ატირებული ამეწვა გული. მივიხუტე გიო კანკალებდა და სახში შევიყვანე და თან ამ მამიდას ვეუბნები რომ რა მოხდა ისეთი თქვი ვერ ამოთქვა კალმა და მერე თქვა ესეა დავიღუპე ორივე საბუთი მზადა გვაქვს და რა გავაკეთო ეხლაო. არაფერი არ მithქვია დაღამებას დაველოდე. მეუღლე აზოტის ქარხანაში მუშაობდა, დილას 7 საათზე მიდიან და საღამოს 6-ზე მოდიან. დაველოდე და კითხვა დაუსვი. ნამდვილად ვერ გადავწყვიტავდი, ჩემით, იმიტომ რომ არ ამყავს ისეთი მეუღლე, ჩემით გადამეწყვეტ. ძალიან ჭკვიანი და ისეთი პიროვნებაა, რომ ეს კითხვა უნდა ყოფილიყო მართებული მაგასთან და შემოვიყვან გიოს და როგორ ძიძა ისე ვიქნები მეც. იმიტომ რომ იცის მე ბავშვები ძალიან მიყვარს და რო არ შეშინებოდა რამე დიდი სიყვარულის. აი გიჟა თავი არაო, შენ ბავშვები ძალიან გიყვარსო, შეგიყვარდება და დააკვდები მაგის დაშორებასო. და ამიტომ თავი შევიკავოთო. მე ჩემი ვქენი იმან თავისი ერთი კვირა ხმა არ გავეცი. ის სამსახურში რო წავიდო და სულ გიოსთან ვიყავი იქა. ხო და რომ მოვიდო და ჩემი მეუღლე ხმას არ გავცემდი, ისევ გიოსთან წავიდოდი და დილით ადგა სამსახურში უნდა წავიდეს, რა დამავიწყებს პირზე კოცნით ვაცილებ ყოველთვის, რო არ ველაპარაკებოდი ეს არ ხდებოდა და გამომხედა საწყალი თვალებით და მითხრა შენ თვითონ არ ინანო მერეო. მაგრამ არა გიო, არ მინანია და არც ვინანებ. ხო და შემოვიყვანე გიო. ოღონდ ოჯახის წევრებს უთხარი თქვენი დასაცლები დაიტოვეთ. სულ ახლები უნდა უყიდო ყველაფერი თქო და. დაიწყო ასე გიო და ჩემი ცხოვრება, მაგრამ გიორგის ეთყობა ურსულობის დროს დააკლდა დედამის რაღაცა ყურადღება ამ ცხოვრების გამო და ძალიან იმუნიტეტი ქონდა ძალიან ცუდი, ფერად საჭმლებს ვერ ვაჭმევდი, ფერადი რამე რომ მიეღო დააყრიდა, აი ძალიან ცუდად მიხდებოდა და ავიყვანე კერძო ექიმი პოლიკლინიკაში ჩვენთან რუსთავში, დღესაც ჩემი ძლია ხმამაღლა ვთქვა, განყოფილების უფროსია ექიმი და
ეხლაც სიტყვის რომ არც ერთი დღე არ დამავიწყდება ცხოვრებაშიო. ისე კარგად უმკურნალეთ გიორგის გაუქრა ეს ყველაფერი საერთოდ. ჩვეულებრივ ბაღში დავდიოდით, ჩვეულებრივი დინებით ვცხოვრობდით, კი ვცხოვრობდით ჩვეულებრივი დინებით, მაგრამ მე ყოველთვის გულში ხინჯად მქონდა, რომ ამ ბავშვმა არ იფიქროს რამე, დედაჩემი არ არის ჩემ გვერდით, ჩემი ვინმე არ არის ჩემ გვერდით, რამეს მაკლებს დანიო და ვცდილობდი, რომ ორმაგად გამეკეთებინა ყველაფერი. სინამდვილეში 1 წლის განმავლობაში მამი და ფულს მიგზავნიდა. ყოველდღიურ ფულს, რომ გიოს არაფერი დაკლებოდა. იმის მერე იმანაც ვერ შეძლო იქ ისეთი მუშაობა იყო, იცით, ვისაც სული თუ გარდაიცვლება შეეცვლა იქ თვეების ჩავარდა იქის და ამას მე არაფერს არ ვაქცევდი ყურადღებას უკვე, იმიტომ რომ ჩვენი სახლის და ჩვენი ოჯახის მამაო ვინც არის, რამდენჯერ შეგვესწრებოდა, გვეტყოდა, რომ მოუნათლოთო, რომ სულ ტაძარში წავდეთო და აი რამე პრობლემა არ შეექმნას ბავშვო და გადავწყვიტეთ, რომ ჩემმა მეუღლემ და ჩემი დაქალის გოგომ მეგი კუპრაძე და მურვანი გოგალაძემ მონათლეს გიორგი კავა ქრისტიანეთ. აღვნიშნეთ, მიულოცეთ გიოს ეს ლამაზი დღე და თავი ჩავთვალეთ ბედნიერად, რომ ნათლი მირონს ვერაფერი ვერ გაწყვიტავდა. ნათესაურზე მეტი კავშირი რო იყო და გიორგი და ჩვენ არ დავცილდებოდით ერთმანეთს, ეს ჩვენი ყველაფერი წარმოდგენილი არ მქონდა, ასე თუ გაგრძელდებოდა. მაგრამ დროჟამი მაინც თავის საშურება და მე რო არ დაკარგულიყო, ვიფიქრეთ, რომ ეს გაგრძელდება მუდმივად. მართლა მუდმივად გაგრძელდა. გიორგის ნათლია საუკეთესო მამიკოცარი და საუკეთესო ნათლიაც. მე მოგიყვები პირველად ციხეში რომ მიუტანა ნობათი, რამ მოუწია იმასაც. ჩვეულებრივ ბაღში შევიყვანეთ, დამყავდა. ბაღის მერე სკოლა მოუწია. მე მაშინ დედამისის მინდობილობით მყავდა, იმიტომ რომ გიორგი მუსიკაზეც შევიყვანეთ და ცეკვაზეც შევიყვანეთ და მერე ზაფხულში უკვე რო წამოიზარდა გასტროლები ხო ქონდა, მასწავლებლებისთვის მინდობილობით ხო უნდა მიმეცა ბავშვი და ეს ყველაფერი მინდობილობით ქონდა და საბუთები მწყორში ქონდა, ბედნიერად ღიღინად მიუყვებოდით ყველაფერს. საღამოს თუ გიოს დავინახავდი რამე თავს ჩამოწევდა იმ წუთას ვეცემოდი, დედიკო ხურამე არ გეწყინა ვინმესგან. აი მეგონა რომ გულში დარჩა იდებს ეხლა თქო. იმიტომ რომ ლაღი და ფუმფულა და თბილი იყო საოცარი. ეზოშიც უშვებდი ხშირად, გუშინაც მოვყევი რუსთავში კორპუსთან რო იყო ხალხი. გავუშვი ეზოში პატარა რო იყო და მეძახის გარედან ტირილი ძლუგუნი. დედიკო მცემეს, ეხლა თუ გამოვედი ისე უნდა გაგლახო. ეგ დღე იყო და გიოს არ დაუძახია ფანჯრიდან დედიკო ვინმე მეჩხუბება, მიხვდა რომ იმას თავისით უნდა მოეგვარებინა ის ყველაფერი და ეხლა სინამდვილეში თვითონ უთქვია დიდი რო გახდა. ძალიან ალალად გამზარდე დედიკო და ის გარეთ ქუჩური მასთან შეგუება გამიჭირდაო. ბევრჯერ უთქვია ეგა დიდი როცა იყო. მერე სკოლაში რო შევედით და დავდიოდით, ვიღებდით ყველანაირ განათლებას, იყო ბრწყინვალე გიორგი, თავისი მასწავლებლის დაწერილები, დღესაც შენახული გვაქვს, თავისი პირველი მასწავლებელი ლელა მაისურაძე, საუკეთესო პედაგოგი, რომელმაც იცოდა ჩვენი ურთიერთობა და პირიქით თუ ხელს არ შეუწყობდა, არაფერში არ უშლიდა გიოს. მეოთხე კლასი დავამთავრებ ბრწყინვალედ, მეორე კლასში იყო მათემატიკის ტურში მეორე ადგილი რო იყო და დააჯილდოვეს. რავი, ჯილდოები არ გვაკლდა არც ერთი ტურიდან, ყველა საგანში იყო გამორჩეულად და უყვარდა ეს სწავლა რაც იყო. ცელკობაც არ აკლდა, ეხლა სიცელკეც ქონდა თავისებური და უნდა ქონოდა ძალაუნებურად. მერე მე შევიცვალე სამსახურეობრივი ადგილი და გიორგი უკვე მე-6 კლასში რო იყო, მე რო სხვაგან შევიძინე ბინაის მაღაზიად გავაკეთე და იქით გადავიყვანე სხვა სკოლაში, გიორგი ჩემთან ახლოს რო ყოფილიყო. მანამდე მე-18 საშუალოში იყო და მე გადავიყვანე იქ. იქაც იგივე დინებით მივყვებოდით ყველაფერს. ერთადერთი შიში მქონდა, რომ აი საღამოს ცეკვიდან მოსვლა რო უხდებოდა შებნელებულზე, აი რამეთი მაინც დაბრკოლება არ იყო ისეთი ცხოვრება მაშინ. დალაგებული და ლაღი ხო და
ტაქსი მყავდა აყვანილი, წაიყვანდა მუსიკაზე, მოიყვანდა, წაიყვანდა ცეკვაზე, მოიყვანდა და მე ბოლოს ან უნდათ კვირის ბოლოს ჩავაბარებდი ანგარისანის და აი ახლა ის ტაქსისტები დაგანახათ რაც გიო დაჭერილია როგორ მოდიან და კითხულობენ ყოველთვის არ დავიწყებიათ ის გიოს პატარაობის გზაში ფანდურსაც რო აკვრევინებდნენ რო ამღერებდნენ აი არც ერთს არ დავიწყებია და ძალიან ტკივად გული მაგათ ხელში რო გაიზარდა და აი ახლა ასეთი სასჯელით და ასეთი სახელით რო არის ცუდი სახელით არ არის ნამდვილად მაგრამ მაგას ვერც ვიტყვი თქვენ გიორგისთვის იბრძოლეთ როგორც ჩანს ეხლა რასაც ყვებით თავიდანვე იბრძოლეთ გიორგისთვის პრაქტიკულად ერთკვირიანი პროტესტი გქონდათ სახლში აუჯანყდით თქვენი ოჯახის წევრებს საუკეთესო მეუღლეს კი თან მერიდებოდა მაგრამ აუჯანყდი კი და გიორგი პატარა რო იყო სხვათა შორის გამეტყოდა რომ დედიკო მე შენთვის უფლისგან მოგზავნილი განსაცდელი და შემდეგ უკვე დედა გარდაიცვალა, ხო? გიორგი მე-6 კლასში იყო დედა რო გარდაიცვალა. დედა ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან მომზადებული და ერთ კვირაში სანამ ანალიზები გაიარა, სანამ საბუთები მოაწყო, ერთ კვირაში გარდაიცვალა. 32 წლის გოგო. ეს სტრესული იყო და გიორგის როგორ გაუჭირდა იმასაც გეტყვით თუ კი ბატონო ხელს არ შეგიშლით აი კორპუსში ცხოვრობს გიორგის ნამდვილი ბებია და იმას ყავდა დასვენებული დედამისი და გიორგი მითხრა უშენოდ ვერავალ დედიკო რომ დამიწახნო ხელჩაკიდებული ავედით ცახცახებდა კაკალებდა და რო ავედით მამა უდავხდა იქ იმ დონეზე გაოცდა მამაო რომ გიორგი მაიაშვილია თქო რო უთხარი აი ვერ წარმოედგინა ხალხს რომ გიორგი სხვისიშვილი იყო და არა ჩემი ისე იყო ცხოვრებისეულად ჩვენი მდგომარეობა ძალიან გაგვიჭირდა და რომ დაასაფლავეს რომ მოვედით სახლში გიომ ასეთი სიტყვა მითხრა ეხლა დაურწმუნდი დედიკო რომ შენ დედა ჩემიც ძალიან ყვარებია და ასე მითხრა აი რანაირად გეტევა დედი გულში ამდენი რამეო გადაცემები რომ მიდიოდა ხოლმე პროფილი რო იყო მეტყოდა რეკლამას თუ მოусმენდა დედიკო დღეს მე და შენ არ უყუროთ ამ გადაც შენნაირი და ჩემნაირი ამბავია და ორივე უნდა ვიტიროთ და ცდილობდა რომ ასეთ რამეზე არასოდეს არ გვეყურებინა და სანამ გიორგი ამხელა გახდებოდა ის დედის მამი და ჩამოვიდა გიორგი 5 წლის არა 4 წლის რო იყო ისე ჩამოვიდა და ფიქრობდა ალბათ სინამდვილეში ფიქრობდა დარჩენას და გიოს მიხედვა სანამ დედამისი ჩამოვიდოდა მაგრამ სანამ ეს ბებო ჩამოვიდოდა ბებოს ვეძახით რა იმდენად საყვარელი ქალია ბებოს ვეძახით და მეც ვეძახი ბებოს გიოს სიყვარული გიორგის მისცა სიცხე 40 ქონდა ტემპერატურა და გავიქეცი უცებ ჩავკიდე ხელი თავის ეკიმთან წავიყვანე ხო და რო ჩავედით ანალიზები გაუკეთეს ბილდვი შეუმოწმეს ხელი შეუმოწმეს ყველა არსაიდან არ არის ტემპერატურა და ბოლოს კითხა ეხლა უკვე ჩვენი ექიმი ახლობელი იყო ოჯახის ყველაფერი იცოდა ჩვენი და კითხა რომ რამე ხო არ არის თქვენ ცხოვრებასთან დაკავშირებულიო და მე ვთხარი ბებო ჩამოსდის მეთქი და ეგ უთხარი თქო რაღაცაშია საქმე გამოვედით იქიდან ფსიქოლოგიურად განვეწყვე მე ეხლა რა გზით მივდგომოდი და რუსთავში სასტუმროსთან არის დიდი აუზი და არის იქ შადრევანი და ძალიან უყვარდა ეს ადგილი საღამოსაც რო ჩამომიყვანია სახლიდან ზემოთ ბეტონი რო არის დასხმული იმაზე მოვატარებდი ხოლმე იქ თევზებია და აი ძალიან უყვარდა ეგ ადგილი თევზები ძალიან უყვარს და ეგეთი მომენტისა ავიყვანე იქ შემოვატარე მე უყვარდა ჩამოხტომა და რო ჩამეხუტებოდა ჩამოხტა და რიდით ჩამეხუტა ვიგრძენი დედიკო ხვალა ჩამოვიდეთ აქათქო და გამოიწია ბავშვმა სწრაფად შემომხედა თვალებში დედიკო ხვალ მე და შენ ერთად ვიქნებითო
აბა რა დედიკო და შვილი ყოველთვის ერთად არიან მე აბა ბებო რო ჩამოვა არ წამიყვანს არა დედიკო ეგ ვინ გითხრა სტუმრად მოდის ბებო მართ ავედით სახში არც ტემპერატურა ქონდა არც არაფერი ინერვიულა რო ჩამოვიდა ეს ქალი ბინა დაკარგული ქონდათ უკვე მაგად დაკარგეს თავიანთი ბინა მაგრამ ვინც იყიდა იმას გასაღები ქონდა ჩემთან დატოვილი და ამ ბებოს ნოსტალგიას არ შეუცვლი მეთქი და იქ გაუმზადე ყველაფერი გაუშალე ლოგინიც ყველაფერი და საღამოს გიო დაბანილი პიჟამოთი ჩაცმული გაუყვანე ესე იგი ხო თვითონაც არ დაიძინა ბავშვმა არც ეს ქალი დააძინა მთელი ღამე ეძახა ჩემ დედიკოს სხვანაირი სუნია ჩემი დედიკოს სხვანაირი ჩემი დედიკო ასეთია და ღამის 3 საათზე კარებზია ბრახუნი ვიფიქრე ეგრევე რომ მეც არ დამიძინია სახში ვერ დავიძინე გიო რო არ იყო ხო და გავაღე კარები და ტირის გულა მოსკვნილი რო ჩამომეკიდა კისერზე არ მეშვება რა იყო არ მინდა არსა დედიკო არ მინდა არსა არა დედიკო არსა დარწა ხოლ ცოტა მოეფერე ხო გითხარით ხო და ასე თქვა ბებო ვიცოდიო ძალიან თბილი იყავიო მაგრამ მოლოდინს გადააჭარბეო წავიდეთ ხვალვეო დედამის დაურეკე ყველაფერი უთხარიო და წავიდეთო და გვარით შეუცვალეთ და მე ამ ბავშვის ცოდვაში და არც დედამისი არ ჩადგება არას შენ სიყვარულს ამას ჩვენ ვერ წავართმევთ ვერასოდესო და მე ქალს რომელსაც შვილი მენატრებოდა მე სხვას ვერ წავართმევდი შვილს ამიტომ დღესაც ბიოლოგიური დედის გვარი აქვს მოხდალმა ცხოვრებამ გაწირა და გარდაიცვალა თორე შეიძლება დღეს ერთად ყოფილიყვნენ დედა შვილი საოცარი ისტორია მართლაც ძალიან ბევრი მთელი ეს ისტორია არის ბრძოლა გიორგისთვის მაგრამ თან გიორგიც იბრძოდა თქვენთვის კი ნამდვილად თუ ერთი მარცვალი სიყვარულით ჩავდე გიოში გიო მე გათბაგად დამიბრუნა მეც და მამამის თქვენი მე ნათესაობას თელ ნათესაობას როგორც კი ზაფხული მოვიდო და ჩემდასთან მიდიოდა სოფელში რო ნახეთ წეღან სურათი წიწილები რო უჭირავ სულ ჩემდასთან იყო ერთი სული ქონდა მეგრულს როდის ისწავლიდა პირველი წელი ვერ ისწავლა თავის თავზე ბრაზობდა მეორე წელი რო ჩავიდა ასე უთხრა ყველას რო ქართულად არ დამელაპარაკოთო და ვისწავლი მერეო მიუხვდები და ვისწავლიო და რო ჩამოვიდა რო აი კარგად რო იცოდა სალაპარაკოთ იყო ბედნიერი და თუ მქონდა უკვე დიდი ბიჭი რო გახდა თუ მქონდა რამე საიდუმლო გვინდოდა ერთმანეთთან მეგრულად წავილაპარაკებდით და მამამისი დაგვიძახებდა ხვალ სახში არ მოვალ თუ მეგრულად ვილაპარაკე მაგრამ მაინც ვეთყოდით ერთმანეთზე და შვილი და ანუ მეგრულად ლაპარაკობს ძალიან კარგად ლაპარაკობს მეგრულად და ინგლისურადაც როგორი ინტერესები ჰქონდა ბავშვობაში რა გამოსდიოდა ყველაზე კარგად აი როგორი ინტერესით იყო მთელი ცხოვრება ჩემდასთან რო იყო ყუთები ქონდა მოგროვილი პატარა რულო ჩადიოდა იქიდან კიბორჩხალებს ამოიყვანდა ჭიაყელებს ხის ბაყაყებს იმებს ჩასვამ და ბაყაყი რო იყინება და მერეცოც ყველაფერზე ცდა საკეთებდა ყველაფერში ისეთ რამეს ეძებდა რომ აი ამოუცნობი რაღაცეები გაერკვია ჩემი სახში რო ჩავედი რო უნდა წამომიყვანა ჩალაგებული რო დავინახე ესენი აი კაფისგან გამზადებული რაღაცები ეს ჩასმული ისინი ოპერაციებს რო უკეთებდა თურმე რაღაცებს სულ ვეუბნებოდი როგორ უთმობთ ხო და ისე სიყვარულით აკეთებსო რომ მოვალ ვერ უბედავ ვერაფერსო ეთყობა ქონდა გულში ინტერესი ეს ყველაფერი და მე-10 კლასში იყო თვითონ რომ მითხრა რომ დედიკო შეძლებო ერთ სამსაგანშიო აი ბოლო ერთი წელი მამეცადინო რომ აი რაც მინდა იქ რო ჩავაბარო რა გინდა მეთქი და მაშინ თქვა სამედიცინო რო უნდოდა და გაგიხარდათ ნამდვილად არ მithქვია ხوارი ზოგი მშობელი რო გინდა თუ არა ეს პროფესია უნდა აირჩიო ყოველთვის მოწადინება მქონდა რომ თვითონ რასურვილიც ეკნებოდა იმის განხორციელებაში დავხმარებოდი დედა რომ დაგიძახათ ის დღე გახსოვთ როგორ არ მახსოვს დედა არ დაუძახე დედიკო კი პატარა რო იყო გიორგის ენის ბარიერი ქონდა უჭირდა
სადღაც 3 წლის ხდებოდა გიორგიმ სრული ლაპარაკი რო დაიწყო წინადადებების და მანამდე სადმე თუ სტუმრად წავიდოდით ხელჩაკიდებულები დედიკო ეს ერთი სიტყვა ეგრევე პირველი ამოთქვა და მამიკუ არა მაშინ ნათლი დედიკო და ნათლი ბევრჯერ გამოუხედია ტრანსპორტში ხალხს ვინც გწნობდა რომ რა ხდება აქაო გაოცებულები დარჩენილან იმიტომ რომ ჩვენ თავიდან ხო მაგაზრით არ შემომიყვანია უჭირდა დავეხმარე და ბოლოს სულის გულის და ოცნების ბიჭი რო იქნებოდა ეს უფალმა მომივლინა თორე ნამდვილად არ მიფიქრია როგორ სწავლობდა და რომელი საგნები უყვარდა იმიტომ რომ მე ნანახი მაქვს კადრი სადაც თქვენ თორცდებ მაღაზიაში არის ეს გადაღებული თქვენს მაღაზიაში ეს კადრი თქვენ ხართ და აი როგორც რაღაცა წიგნს ისე შლით დიპლომებს სერტიფიკატებს დაუსრულებელი არის ეს დასტა მისი შედეგების კი იმიტომ რომ გამორჩეულად არ ქონდა საგანი არჩეული ხო არიან ბავშვები უფრო ჰუმანური საგნისკენ იხრებიან ან ისე ლიტერატურული იმითანი გიორგი ყველა საგანში ქართული მათემატიკა ინგლისური რუსული ისე კარგად რო არის სწავლება რო უთხოვია დედიკო გამიჭირდა ეს და უცებ სამეცადინო დრო წამიყვანია არაფერზე რო არ შეუშლიდი ხელს და პირიქით ის რომ მეტყო და რაღაცა რო აინტერესებდა ბედნიერი ვიყავი მაშინ ჩემთვის სწავლა არის განსაკუთრებული ვიკა. დიშვილი ექიმი რომ მყავს ჩემს სახლში გაიზარდა, ძმიშვილი აი ძალიან სულ ყველა სწავლის მიმართ ისეთი ვიყავი, ეხლა გიოსროულს რო ვეძებდი, ბავშვებს ვეუბნებოდი, ძმიშვილებს და დიშვილებს, თქვენი რვეულები ვერ გამოვლიეს სახლში თქო და ყველა იქ გავიზარდეთ და რას უზამდი აბაო. აი ჩემთვის სწავლა არის პირველი. მერე ყველაფერი და თუ ვინმე სწავლა უნდა, აი ვიღაცაზე რო გავიგო. უჭირდა სამეცადინო ფული არ აქვს შეიძლება კი არა გაუკეთებ და გადაუხდი და მე არ შევჭამ ფულს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მინდა კითხოთ, თინეიჯერობის დროს მოზარდებს ხშირად აქვთ ხოლმე ხასიათის ცვლილება, ჩდება პრობლემები მშობლებთან ურთიერთობაშიც, მით უმეტეს თქვენი ისტორია კიდე განსაკუთრებული არის. თქვენ როგორ გაიარეთ ეს პერიოდი თქვენ და გიორგი? როგორ მესიამოვნა ეს კითხვა რო დამისვით, იმიტომ რომ აქ ისე გამოკვეთილად განსაკუთრებული იყო რო არ აღნიშნო არ შემიძლია. ხო არიან ბავშვები რომ ტანსაცმელზე ასოცირებას აკეთებენ და გინდა თუ არა ეს უნდა ჩაავიცვა. მამამის არ უყვარს დახეული ჯინსები. თუ წავიდოდით ბაზრობაზე და ვინმე შეთავაზებდა ეთყო და არა მე ამას არ ჩავიცმევ. ჩემ მამიკოს არ უყვარს დიდი ბიჭიც რო ბაზრობაზე არ წასულა ისე მე თუ არ გამიყოლებდა. დედიკო კარგია, მოგწონს ესა? გეკითხებოდა თავს. აი ეხლა მილიციამ რო ამოიღო ჯინსი და რო წაიღო ზუსტად 2 დღის წინ უყიდე და ეხლაც მეუბნება დეი ჯინსი არ შეატოვო რა გეხვეწები ცა. ამოიღე ეგრო მომიჯიან მე გეხვეწები არ შეატო. აი რა უნდა ეთქვა რო არ შემესრულებინა, მაგრამ ისეც არა ვიკა რომ აი დედის ერთა და ყველაფერი კონდეს. ყველაფერი სიდუხჭირეც უნდა გამოივლო. მე 5 კლასში იყოს კურსში მამათა მონასტერში იყოს 4 თვე. იქ აურ სიდუხჭირეს თოხნას, თევზების მოვლას, ტილით 4 საათზე ლოცვებზე ადგომა, მუხლის ჩოქზე დადგომა ეს ყველაფერი გამოიარა. 4 თვე იყო იქა. პურის მანქანა რო ჩამოვიდოდა, ზურგით იყო ასატანი მეშოკით პური და მარშრუტკა იტყოდაო, პატარა ბიჭი დამხვდებაო დაბლაო. აი იმდენად შრომის მოყვარე იყო, ჩემდასთან რო იყო. ფეხში შველა ყანაშით შევიდო და გააკეთებდა ყველაფერს. ძროხაცად მე ამით სიამოვნება მენიჭებოდა, იმიტომ რომ რისგან ღებულობს, იმის შედეგი უნდა ცოდნო და საიდან რომ მოდიოდა და მე მგონი ამან განაპირობა გიორგის უთბილესი ცხოვრება და უტკბილესი და ჩვენთან ტკბილი ურთიერთობა. და სხვა ბავშვები რომლებიც სოფელში ატარებენ ზაფხულს ჩემი დაკვირვებით არიან განსაკუთრებულები. მათ აქვთ ძალიან დიდი ემპათიის უნარი, აქვთ ძალიან იჩენენ კეთილშობილებას. შეიძლება რაღაც
არასწორი და მცდარი ჩემი სტერეოტიპია და მცდარი შეხედულება, მაგრამ რატომ იყო ის აქციაზე? გიორგი რატომ დადიოდა აქციებზე და რუსთავიდან დადიოდა? გიორგი აქციებზე უნივერსიტეტიდან მიდიოდა და მარტო ამ აქციებზე არ იყო გიორგი რუსული კანონის დროსაც იყო და რეზინის ტყვია რომ მოხდა ერთი თვე გაშავებული დადიოდა და მე აქციებზე რო დადიოდა თავისი სამედიცინო თვალსაზრისით რო უშვებდნენ ამ იმას სპრეის წიწაკის იმას სულ წამლები ელაგა გიორგის თავის ზურჩანთაში და ცდილობდა რომ აი რაღაცა ერთი ადამიანისთვის მაინც დახმარება გაეწია და იმდენად მედგარი ვარ მეც ასეთ საქმეში რომ პირველი გაჭირვებულს უნდა მივხედოთ ეს გიოში მთლიანად გადავიდა ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რას ამბობდა აქციებზე მისი სიარულის მოტივაცია რა იყო რას გეუბნებოდათ გიორგის მოტივაცია ის იყო წერილებში წერია ეხლა რომ გამოაგზავნა ხალხისთვის და ისიც რომ რუსული კანონის ცხოვრების ქვეშ ყოფნა არ უნდოდა არანაირად და უნდოდა კაცო ევროპულ საქართველოში ცხოვრება და ბედნიერი ყოფილიყო ეხლა არც ერთ პატრიოტ ქართველს არ ენდობება დარწმუნებული ვარ ასე ვიყოთ მე გამკვირვებია ბევრი ახალგაზრდის ეხლა წყნარად გაჩერებულები როზიან და ტელევიზორიდან უყურებენ ამ ყველაფერს მე თვითონ აი არც გავჩერდები მე ყოველდღე ამ ენთუზიაზმით ვარ რომ აი რაღაცა სასიკეთო მარცვალი დავინახო ყველგან. ეხლა მით უმეტეს გამწარებულ დედას ეხლა ამდენი პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების დედებს სახში ჯდომის დრო ნამდვილად არ აგვაქვს. და ისე გესაუბრებოდათ პოლიტიკაზე, აინტერესებდა რა ხდებოდა ქვეყანაში, იმიტომ რომ თქვენ ისეთი გულახდილი ურთიერთობა გქონდათ, ყველაფერზე ლაპარაკობდით. არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ იყო, როგორც მე არ ვიყავი. გიორგი იყო ანთებული პატრიოტი და აი რო უთქვია რომ დღეს რუსთაველზე ეს ამბავი ხდება მე იქ უნდა ვიყო კი უნდა იყო მითქვია ან თქვენგანაც კი ქონდა ჩემგანაც მოტივაცია ქონია რომ მოვიდა 30-ში დილით სუსველი რომ გაიხადა ტანსაცმელი და დაწვა საღამომდე ეძინა კამფეტი გაუტანია და დაუდია იქ და ისიც ვერ შეჭამა ჩაეძინა იმ დონეზე იყვნენ ჭავლისგან დაღლილები წყლის ჭავლისგან ეხლა მინდა გავიხსენოთ მისი დაკავების ეპიზოდი. როგორ შეიტყვეთ მისი დაკავების შესახებ, ვიცი რომ პრინციპში კი არ შეიტყვეთ. თქვენ ესწრებოდით გიორგის დაკავებას. მინდა რომ გაიხსენოთ ეს. არ არის გასახსენებელი ეგ დღე ალასტუროს არ დამავიწყდება. გიორგი მე და მამა მისი ყოველთვის შაბათ-კვირას ერთად გავდიოდით ნათესავებთან მეგობრებთან ვიყავით ეხლა მხიარული ოჯახი გიორგი თავისი ბანდურით და გიტარით წამოვიდოდა ჩვენც ავყვებოდით დედმამა და დავდიოდით ასე ბედნიერად და წილკანი განსაკუთრებულად უყვარს იმიტომ რომ ჩემი ძმისშვილი ცხოვრობს იქ და აი მართლა განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ჩემ დიშვილთან ირინა ბერულავასთან და მალხაზი წულაიასთან ძმისშვილთან აქ რაღაც საუკეთესო ურთიერთობა რო გაიღვიძა მამამისმა უთხრა დედიკო ჩავაკითხოდო კი ჩავაკითხოდო და რო ჩამოვიდნენ მაღაზიაში საღამო ხანი იყო და ამ დროს ჩემმა ძმისშვილმა დამირეკა რამე გეგმა ხო არა გაქვთ კვირისთვისო ხო არა პირეთ ამოვლასო და წავიდეთ დეო გიომ წამჩურჩულა და გაი დედიკო წავიდეთ თქო წავედით შაბათ საღამოს ავედით ჩვეულებრივ დავიძინეთ დილას გავიღვიძეთ იქ საქმე ქონდათ ოჯახში გიორგი და ჩემი ძმისშვილი მთელი დღე მუშაობდნენ პატარა ვყავს სახში არ ვიცი იგრძნო ანგელოზმა თუ რა იყო გიოს რამდენი მოუწია ჭიშკრიდან გასვლამ შემოტანა რასაც აკეთებდნენ იმისი დააყვებოდა ხელჩაკიდებული არ გაუშვია გიორგისთვის ხელი და აი სხვა სიტყვით ვერ მოვიხსენიებ ვისაც უნდა ეწყინოს რომ მოვიდნენ რკინის კარებზე დააბრახუნე ჭიშკარზე არა სახლის რკინის კარებზე 4 საათის მერე გავამზადეთ მაგიდა სტუმრებიც მოვიდნენ და უნდა დაუსტარიყავი და გიომ კიდე თქვა დაღლილი ვარო დაჯდა ეს პატარა ჩაიჯინა კალთაში და თამაშობდნენ ამ დროს კარებზე ბრახუნი რო ატყდა მივედი მე და
ჩემი ძმისშვილის სახელი არა თქვეს, ჩემი რძლის სახელი თქვეს. მაგის სახლიაო და არ დაუძახე ჩემ რძალს, დაუძახე ძმისშვილს. არაფერი არ იკითხეს, სანამ მოვიდოდა ჩემი ძმისშვილი შემოწვივნე. ბევრნი იყვნენ. 3. უფორმოდ. არავის არ ეცვა ფორმა. ტელეფონი ამოიღეს. ხო იყო დაუშვათ ბიჭი, ჩემი ძმისშვილი, იმისთვის არ გადაუღიათ ფოტო, გიოს გადაუღეს ფოტო, გადაუგზავნეს ვიღაცას, გვერდ ედგნენ, გიორგი მითხრა, გადაიღე ყველაფერი და ტელეფონი გიოს წაართვეს, მე მეჭირა, მაგრამ არ გადამაღებინეს, კი არის გადაღებული, მაგრამ არ მინდა იმ წარე დღის გახსენება და არც ჩავხედავ ხოლმე. არც წამოაყენეს ფეხზე. არც კითხვა დაგვისვეს, არ ჩვენ კითხვას უპასუხეს, მუნჯურად გადაუგზავნეს ვიღაცას, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდეს, ჩაკიდეს აქეთ იქიდან ხელები და გაიყვანეს, მაგრამ მე როგორც ყოველთვის მაინც მოვასწარი ხელი შევლება მიუხედავად რომ მითხრა რომ არა თქვენ არ გამოხვიდეთ, არა მე ვთხარი მასე ვერ გაიყვა. მე რა ვიცოდი რა ხდება, ვერ მივხვდით, იმდენად გავოგდით, რა ხდებოდა ვერ გავაცნობიერეთ, აი დედის სულს გეფიცები ალბათ ძულიანად დავწიწკნიდი სულ ყველას. ის სიმწარე რომ ახსენდება ეხლა. რომ მივედით მანქანასთან ხელი ხომ ეკიდა, გიოს უთხარი დედიკო დუმილის უფლება აირჩია ადვოკატს მოგაყოლე ფეხებში თქო. და ამათ უთხარი თითი არ დააკარო ჩემ ბავშვს. თორე არ ვიცი რას ვიზამთქო. არ გეგონოთ ვინმე ვარ, დედა ვარ იცოდეთ თქო. სანამ მე ამას ვლაპარაკობ, ჩემმა ძმისშვილმა მანქანა დაქოქა, მომადგა უკან და ხო წავიდა ეს მანქანა, გავეკიდე უკან. სახში არ შეუბრუნებულ ვარ. ხო გავეკიდე და 5 წუთში სადაც ეს მანქანა გაჭერდა, მივედი და იმ მანქანაში გიორგი არ იყო. აი მაშინ ვიდა თვალზე ბინდი გადამეკრა, რო გაკრა ბავშვი. ესე იგი წილკანში არ არის პოლიციის ისაც იმაშია მუხროვანში და მუხროვანის პოლიციამ გაიყვანა ესა. გადასცა ამ თბილისის იმას და თვითონ იდგა იქ, ვინც აიყვანა რაღაც მომენტში როცა ვერ ნახეთ თქვენ. ხო, ეკლესია რო არის, იმის წინ იდგა, ან არ შერცხვად, წილკანის ღვთისმშობლის ტაძარი. ისეთი მოსახსენიებელი ადგილია. იმის წინ მარშრუტკები, მანქანები რატო არ იდგა 1-30 პოლიციელი. თან ვეუბნები, ზურგით როდ გეხარ. აი რა ძალა გიდგას უკან ტაძრის, ადამიანი არა ხარ, დედა გისმევ კითხვა, სად წაიყვანე შვილი. მითხარით ხო, ამ დროს უკვე ჩემ ძმისშვილს დარეკილი აქვს, ადვოკატი რეკავს, ვინ აიყვანა დამალაპარაკეთო. არაფრით არ დაელაპარაკნენ. რო დაინახეს, რომ უკვე წავედი, ვინც აიყვანა იმისკენ და შევავლე ხელი გამწარებულმა. იმაში მიდი მუხროვანში და იქ გეტყვიანო, სად წაიყვანესო. წავედი მუხროვანში. არ იყო გიორგი იქა. დაებათენა რო შევედი. მცხეთაში არისო. წავედით მცხეთაში. იქ ფურცელზე რო შევედი. გამწარებულ დედას ვერავინ ვერ მოატყუებს. რო შევხედე ვინც იჭდა მორიგე, თვალებში ვერ შემომხედა. და ფურცელი ედო დაბლა და გიორგი მინდაძე წერია, სახელი გვარი ვხედავ. გიორგი მინდაძე, რო ვკითხე მე, დახედა ფურცელს და აქ არ მოუყვანიათო. აბასადარი სამგორშიო. წავედით იმ წუთას. ხო ხედავენ უკვე ჩემი ძმისშვილი სიძე მოვიდა, უკვე 3 მანქანით დავდივართ. და ალბათ ხედავენ რომ აი ვერც გავჩერდებოდი და არც გავჩერდებოდი. იმ წუთას მე გიორგი თუ არსებობდა ისიც არ მეგონა, იმიტომ რომ 5 წუთში იმ მანქანაში რო არ იყო. ამ წუთას მე ისე ვიყავი გაღიზიანებული, ვერ მოვიფიქრე სხვა რა გამეკეთებინა და დიშვილმა ამიხსნა დაიტოვეში დადევი წერილიო. არ ვიცი, თითეული სიტყვის მომწერი. თითეული სიტყვის გულთან მიმტანი უფალმა დალოცოს. იმ წუთას რა იმ წუთას დავდევი და ადვოკატებიდან დაწყებული. აი გამოხმაურება საიადან, აი ვერ გეტყვი იქ ამბავი წამოვიდა რომ
პირდაპირ დავწერე 29-ში ნოემბერში აქციაზე რო იყო, ალბათ იმის გამო აიყვანეს. ვერ მივხვდი რა და იმ მომენტში ალბათ რამხელა მნიშვნელობა ქონდა ამ გამოხმაურებას. აი დღესაც ვიძახი რომ ამოუბეჭდო ის ყველაფერი და კედელზე დავკიდო რო არ დამავიწყდეს. იქ რა სიტყვებიც იყო და რომ მივედით სამგორის პოლიციაში რო შევცვევდით მორიგემ 1 წუთიო და ან განყოფილების უფროსის მოადგილე იყო ან ვიღაცა ან დედის გაზრდილი შვილი იყო ამას ვიტყვი ალბათ სახეზე რო შემომხედა მიხვდა რომ ეს ქალი არ დაიხევს ალბათ უკან თავის შვილზეო და გეხვეწებიო დაწყნარდიო მომიყევიო რა როგორ იყო ჩავინიშნავ ავალ ზემოთ გავარკვევო ყველაფერს გეტყვი სიტყვა სიტყვითო და ამასობაში გაიხაროს ვახტანგ მთიულიშვილმა ცხოვრებაში არ დამავიწყდება ამ ადვოკატის პატივისცემა. გიორგის მიმართ სითბოდა ჩვენი ყურადღება. მართლა უსასყიდლოდ, რო არავისგან არაფერი მოუთხოვია. ისე რომ მუშაობს ამდენი თვე თავდადებული და შეიძლება ადვოკატები თვეში ან ერთხელ შედიან ან ორჯერ კვირაში რო ორჯერ შესულა გიორგისთან, აი ხო არაფერი გეთაკილება ციხეზე, რო გაიქცეო და აი დღეს არ მომეწონა რაღაცა კარგად არ მიპასუხა იმ წუთას რო წავიდოდა და ყველა ინფორმაციას წერტილმძიმეთი რომ მომაწვდიდა. სამგორში სანამ ეს კაცი ჩამოვიდო და დამირეკეს და მითხრეს რომ არ ინერვიულო დიღმის იზოლატორშია. ეხლავე შევდივარ შენ გიორგისთან. წავედი იმ ღამეს მე იმ იზოლატორიდან სახში არ წავსვარ ვიჭექი. მე ვეხვეწებოდი ყველას გიორგი ჭამაუყვარს ამ შიერი იქნება თქო. მე ითხოვა ჩემმა სიცემ გეხვეწები თუ რამე შეეგზავნინეთ მოკვდება ეს ქალი. არა უტილამდე ვერაფერს ვერ შევგზავნით. შევგზავნეთ მეორე დღეს ყველაფერი იქ იყო 3 დღე თუ 2 დღე. მაგრამ მე არ ვიცოდი მანამდე გიორგის ეხლა დასკვნით პროცესზე ადვოკატმაც არ მითხრა რომ ხელი მოაწერინეს რომ რაღაცებს აკეთებდნენ აი იმიტომ ატარეს ის 3 საათი რო არ გვენახა არავის ადვოკატს რო არ ეპოვა წინასწარ გამზადებული ჰქონდათ ყველაფერი და მოაწერინეს ხელი იმაზე და დღეს ცრუ მოწმე დგას და გვიმტკიცებს რომ გიორგის უწყება გაუგზავნეს განყოფილებაში მივიდა გამოკითხვა გაუკეთეს და მერე დაადეს გიორგის ხელბორკილები აი უფლის წინაშე დიდ ცოდვას არ ჩავიდენ მიჭირს არც დავწყევლი არავის ჩემმა ცრემლმა წალეკოს უყველა ამ ტყუილისთვის წარმოუდგენელი არის აი ამ უსამართლობასთან შეჯახება სინდისის პატიმრების სასამართლოები ყველაფერი რაც იქ ხდება და რაც ხდებოდა წარე ისტორიულ გამოცდილებად დარჩება ისტორიას და ჩვენს ქვეყანას ხალხს თუმცა აი თქვენს გამოცდილებაზე მინდა კითხოთ ასევე ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდებათ ეს აუცილებლად დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება თქვენ რა დაგრჩებათ რა სცენა დაგამახსოვრდებათ აი ამ მთელი ამ პროცესებიდან ეს უსამართლო სასამართლო ხო ცხოვრებაში არ დამავიწყდება გიორგის აყვანის პროცესი და ეს სიმწარე მე არ გამივლის არასოდეს ეს არც გამივლის ეს ამდენი ცრუ მოწმე ხო არასოდეს გამივლის და ღმერთს ვთხოვ მე ვინც მახსოვს გიოს ცრუ მოწმე 14 ადამიანი მოიყვანეს და ვერაფერი ვერ დაამტკიცეს და მაინც 5 წელი მიუსაჯეს ჩემშოს აი ღმერთმა სადმე გზაზე არ გადამაყაროს ეგენი ბოლო ჯაჭვლიანმა დაზარალებულად
თქვა თავიდა რო უთხარით გვანახე დაზარალებული თუ ხარ დამწვარი ეხლაც მათყვია რო დავიწვი ისიც ვერ გვანახა და რო წამოიფარა კაპიშონი და პირბადით რო შემოვიდა ზუსტად ასე უთხარი ნუ გეშინია ჩემი თქო მე კი არ გამოგეკიდები ეხლა ღმერთი გიყურებს გაიკეთე პირბადე მე დამემალე მაგრამ ღმერთს ვერ დაემალები თქო შენ ჩემცრემს უფალი არ გაპატიებს თქო იმ დედისაც რომელმაც საცოდავი ბავშვი გაზარდა და კაცი ყავს საუკეთესო ხალს უნდა გამოდგომოდა ექიმი უნდა დამდგარიყო გამოადგა ხალს რუსთავში კოვიდის დროს რო იმუშავა გიორგი მთელ რუსთავს არ ავიწყდება ეგ და მთელი წელი იმუშავა კიდე იქ მეორე 2 წელი იმუშავა რა მესამე წელს დაანება თავი რო გამოცდები რო დაეწყო ვერათავსებდა ერთმანეს დღესაც იხსენებს ყველაფერს არავის არ დაავიწყდება გიორგის ის ვაშკაცური თანადგომა რო უჭირდა და რო ვერ სუნთქავდა ხალხი ხან ფანდური გადაუტანია იმ დაკვირით გაუმხიარულებია ხან ნარდი წაუღია კაცებთან თამაშით რო ცოტა გულს გადავაყოლებინებ დავავიწყებინებ ამ პრობლემასო და არ ვიცი ვერ გეტყვი ისეთი რამეები უკეთებია და რო დაურეკია დედა არავინ მოაკითხაბა ეს მოინატრეს და რო გავქცეულ ვარ და ამიტანია კლინიკაში მიდიდე ყველა დააპურე აჭამე ყველას შენი სახელით და გაახარეს უყველა თქო რამდენჯერ გაგვიკეთებია დედაშო აქამდე სასამართლოს ხდომაზე ნახულობდით და ახლა როგორ იქნება თქვენი შეხვედრების ამბავი და რას ითვალისწინებს კანონი თან თქვენ აქ უფრო რთული ვითარება არის და ეს რამდენად შემაფერხებელი არის რომ თქვენ არ ხართ მისი ბიოლოგიური დედა გიორგის დედის მინდობილობის მე სახელმწიფომ რომ მომანიჭა გადაწყვეტილება 18 წლამდე ქონდა ის გიორგის და 18 წლის მერე თავისებურად გაუქმდა და როცა სახელმწიფომ გიოს დედა გარდაეცვალა და თუ ყველანაირად შემამოწმა მართლა შეგვამოწმეს ყველა საბუთი გამამზადებია ოჯახით შეამოწმა და თუ მაშინ ვიყავი მე ისეთი ქალი რომელიც გიოს ამზდელობითი უფლება მენიჭებოდა ამდენი წელი რო გავიდა და რო გაიზარდა და ასეთი საუკეთესო სტუდენტი საუკეთესო ბიჭი გახდა ეხლა რატო არა ვარ სახელმწიფოსთვის დედა ის გადაწყვეტილებაც შევაგზავნე მერვე პენიტენციურში ჩვენი ქორწინების მოწმობაც შევაგზავნე ის მინდობილობას დედისგან რომ ყავთ ნუ თუ ვინმე კეთილსინდისიერმა ვერ გადახედა ან ვერ ჩაიხედა იმ საბუთებში დღესაც არ გამოუგზავნიათ პასუხი 2 თვე ხდება რაც გაგზავნილი მაქვს პასუხიც არ გამოუგზავნიათ წერილი რას აპირებთ რო არა მაქვს უფლება ეხლა ერთი თანაცხოვრების საბუთი მაქვს გაკეთებული რომლითაც საათობრივზე შემიძლია შესვლა ეხლა ჩაინიშნება ალბათ რაც არის შეხვედრის დღე პაემნები ჯერ არ გინახავთ გიორგი ახლოში არ მინახია მაგრამ ეს პაემანიც ახლოს ნახვა არ არის ვიკა ეს არის შუშიდან გიოიქით მე აკეთა თავიდან ეს არ მოვინდომეთ მე და გიომ რომ შენც გაგიჭირდება დედიკო და მე საერთოდ გამიჭირდება მე აქ დარჩენაო შენ სახით შუშასთან დაგინახო და რო ვერ ჩაგეხუტო და არც ბავშვი დავტანჯე მე თავი დავიტანჯე და სასამართლოებს ველოდებოდი და ხალ სასამართლოზე რო არ უშვებდნენ დედეს მე პირუჩუმრად ვიჯექი ოღონდ არაფერი ვთქვა გიოს უყურო მარტო თქო ზუსტად ესე ვიყავი ყოველთვის მოუფერებოდი და ის 15-20 წუთი მეტი სასამართლო ხო არ იყო თავიდან 20 წუთიანი და 10 წუთიანი იყო ნატრობდი გაგრძელდესკო და მეც არ გრძელდებოდა ხო როგორი იქნება აი წარმოგიდგენიათ თქვენი პირველი შეხვედრა როგორი იქნება ალბათ ძალიან ძნელი გიფიქრიათ ხოლმე ამაზე ძალიან ხშირად მიფიქრია და მშობლებსაც აუხსნიათ დედები რომლების დადიან მოდი ჩვენც არ შევდივართ ზოგი არ შედის 24 საათიანზე და მოდი ეგ უფრო გაგიჭირდებაო და ამას მიეჩვიე სათობრივზეო და პირველზე იტირეო იმანაც იტიროსო და მეორე და მესამე შეხვედრაზე მაინც ხო შეხედავთ ერთმანეს და იმ საათნახევრიან ლაპარაკში დიდ ჩვებას იგრძნობთ მარიგებენ მშობლები და ისეთი დედები მარიგებენ რომ აი უძულური ვარ მაგათ წინაშე და მჯერა ამ ყველა დედებზე მინდა გკითხოთ და თქვენს ურთიერთობაზე საოცარი დედები საოცარი იფიქრებდით რომ ამ ასაკში
დიდი ასაკი არ გაქვთ, მაგრამ მეგობრობის მეგობრების შესაძენად შესაძლოა ეს ის ასაკია, სადაც აღარ შეიძენენ ხოლმე ადამიანები ასეთ მყარ მეგობრებს. თქვენ გიფიქრიათ ამაზე, რა ურთიერთობაა ეს საერთოდ, რა სოლიდარობა, რა მხარდაჭერა? წეგან მითხარით, რომ მადლობას ვუთხდი გიორგის, რომ ასეთი ხალხი გამაცნო. უნდა ვთქვა, ვიტყვი ყველაფერს, ვიცი რომ არ შემაწყვეტინებ. არა. გიორგის დაჭერის დღიდან ამ ყველაფერზე არც ვიყავი გათვითცნობიერებული და არც ასზე ვიყავი, როგორ მოგქცეულიყავი. მაგრამ ნანუკამ იმდენი გააკეთა, რომ სათითაოდ მოგძებნა ყველა დედა. რა დამავიწყებს იმ დღეს რუსთავში კორპუს რო დამეძებდა და რომელ კორპუსის დიდი აჟიოტაჟი დახვდა, შენ ნანისთან ხარ მოსულიო პირდაპირ რო უთხრეს და ის ბედნიერი სახით რომ ეძებდა და რო შემოვიდა და გაოცდა. კი იცოდა მაღაზიაში რომ მოდიოდა, მაგრამ რო შემოვიდა გაოცდა. მერე ნანუკამ დაგვაახლოვა, შეგვახვედრა ერთმანეთს. მერე წამოიწყო ჩვენი აქციებზე სიარული ერთიანი. მერე ბანერები დაგვიმზადეს. ეს რაღაცა რო გადმოგცეს რუსთაველზე იყო ჩვენთვის საოცარი საჩუქარი. ჩვენი შვილების ფოტოები დიდ ბანერებზე გაკეთებული, რო გვეტარებინა ხელი. ესე იგი ვიყავით ბედნიერი, რო ჩამოვედი რუსთავში, რომ მომქონდა ბანერები, მეგონა გიო მომყავდა სახში. მერე უყურეთ მსვლელობებს, არიან ისეთი დედებიც, ეხლა მე 56 წლის ვარ. მარეზი ჩემზე უფროსი არიან პატარებიც, მაგრამ ისე შევთავსდით და ისეთი ჯაჭური ურთიერთობა გვაქვს. არა მგონია რომ ჩვენ რამემ დაგშალოს და მართლა მადლობას ვეუბნები გიორგის და ყველა პოლიტპატიმარს, რომ ასეთი საუკეთესოები რო შეიყარდნენ და ასეთ დედებთან რომ აქვს ურთიერთობა, თან მიამაყება და თან მერიდება ზოგჯერ მშობლებისა. ტერიშვილის დედასთან რო დადგები, ქალმა რომელმაც 17 წლის ბიჭი შეწირა და მეორე ციხეში ხარ. მინდა მარინას სულ თვალებში უყურო, იმდენად მერიდება. მარინა აბციაურს უყურებ თვალებში ნიკაკაციას დედას, აი არ მინდა არავინ რო ავნოს. სასამართლოს კადრებიდან ხო ჩანდა რომ მარინას შეეხო მანდატური ხელით, იმის მერე სულ ვცდილობ ჩემ გვერდით თუ მოხდა, აი ხელში მყავდეს სულ, არც ერთს რო არ ავნოს. საოცარი სანახავია დედების ერთად ყოფნა. რომ მოვა, ჩამეფუნჩხები ნანი ეხლაო ჩამიკრავს ხოლმე. ნახავდით ალბათ ციხესთანაც რომ მივედით, რამდენი მშობელი იყო და იმასაც ვიტყვი რომ მარინა და მარეზი წავიდნენ და ადგილი წინასწარ შეათვალიერეს ლამაზად, სად დაუნდგარიყავი, ჩემ შვილსაც ვენახე და რამე ზიანიც რო არ მიგვეყენებინა. წავიდნენ უთქმელად და მე რომ მივედი, მერვე პენიტენციურში რომ მივედი მე მანქანით, ისინი იქიდგნენ, მელოდებოდნენ რომელ ადგილას მივეყვანე. მერე ნარგიზი და ზურა უცებ მოვიდნენ მანქანით, ელენე უცებ მოვიდა ხუნდაც, აი რაღაცა საოცრებაა ესა და გაძლიერებს ადამიანს. ერთმანეთის სულში რო ჩადიხარ, აი ძალიან გვაძლიერებს. რო დაგვემატნენ მერე ჩიკვაიძეც რო დაიჭირეს ისიც ეკაწერეთელი ესენი არ ვიცი რა როგორ გითხრა რა ანუ ეთყობა კასრაძის მეუღლე აი სულ ყველა თამთა გუში ნოკმელასოლი რუსთავში მთელი დღე მზეზე იყო ბავშვი დატოვა აი ამას რა დამავიწყებს ვერაფერი ვერ გინდა ჩემი ქერაშვილების პარტია ქეთუნა რო არ დამინახავს სასწრაფოდ გადმორეკავს სადახარ ხო კარგად ხარ დანელია ხო თამყო არ ვიცი სათითაოდ ზუყველა მაგრამ ჩვენ ვთქვით მშობლებს ვერავინ ვერ წაგვაქცევს დედები ხო ვერასდროს ვერ გავჩერდებით ბანერები მეორე ბანერები გავაკეთებინეთ გულზე რო გვეკიდოს და ხელით ჩაკიდება რომ მოახერხოთ ერთმანეთთან აქციების დროს იმიტომ რომ ერთმანეთის ახლოს ვიყოთ ვინმეს ერთი თვალს მოეფარება ეგრევე ძებნას დავიწყოთ იმიტომ გიკიდიათ ფოტოები რომ ერთმანეთს ხელი მოკიდოთ ჩვენ ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ და
ჩვენი სოლიდარობა რო დავანახოთ ჩვენ. საოცარი სანახავია დედების ერთად ყოფნა და ბრძოლა და ამდენი ახალი მეგობარი შეიძინეთ, მაგრამ არ შეიძლება რო არ კითხოთ ძველ მეგობრებზე, ვინც უკვე ყავდა, ისინი არიან თქვენთან ერთად ბრძოლაში. ძველი მეგობრები ჩემ გვერდით არიან ბრძოლაში და ძალიან ბევრ აქციაზე არის. თამარ გიგაურზე რო არ გავამაყვილო ყურადღება, რო არაფერს არ გამოტოვებს, პატიმრების დღეები რო დავნიშნეთ, ნანუკამ რო ჩაუთქვა იმით ლაზერითაც რო ვწერდით, აი ყველაზე პირველი რო მორბოდა იქ რო დადგებოდა დამხვდებოდა. ირინა ბეშიაზე რო არა ვთქვა, არა ძველი მეგობრები სულ ყველა. თითო ორი თუ გამომაკლდა, ჩემმა შვილმა წერილი გამომიგზავნა ნეტა წამომეღო რჩევა. რჩევაში არის ჩამოთვლილი. დედიკო გული არ დაგწყდეს, თუ ვინმე განზე გაგიდგა. ალბათ ეს ასე იყო საჭირო. ეხლა გაჩვენა ცხოვრებამ ის მდგომარეობა შენ რო გიჭირდა ცრემლიანი რო ხარ, ვინ გიდგას გვერდით. ესე იგი როცა ლაღად ვიყავით და ბედნიერად ვიყავით, ვინც გვედგა გვერდით, ის კი არ ყოფილან მეგობრებიო. ეხლა ცრემლით რო გაგთვალისავსე და ეხლა ვინც არის შენ გვერდით, ის არის მთავარიო. გუშინ რუსთავში ჩემმა დაქალმა რო დაინახა მარიმ რო მოდიოდა კოლონა გამოვარდა სალონიდან სამსახურიდან და ესე იგი რა გაეკეთებინა არ იცოდა სულ დეიდას ცხოვრებას უწერს ყველა იმაში რომელი ერთი ჩამოვთვალო უცხო ადამიანებისგანაც გრძნობთ ამ ხარდაჭერას როგორ არა ქუჩაში უცხოს რამდენს გაუჩერები ვარ მოხუცები რომ მოქმერებიან და აქციაზე რომ ვზივარ და მოხუცი პარკით რომ მოსულა 8 აპრილს ღამე რომ გავათენეთ და დილით რომ აი თქვენ ახლა მშივრები იქნებით და რაღაცა მოხუც და რომ უთქვია კოსტუმს გავიხდი და თქვენ პიჯაკი თქვენ ჩაიცვით არ ვიცი აი საოცარი ეს გადაარჩენს ქართველებს ამას ვერავინ ვერ წაართმევს ვერ ზღევანდელი მთავრობა ვერავინ ვერ წაგვართმევს აი ეს სიყვარული გადაგვარჩენს გრძნობთ ხოლმე მარტოობას როცა რაღაცა არის მომენტი როცა გინდათ დანებება იმიტომ რომ ეხლა რო გისმენთ ნანი აი არ წარმომიდგენია რამ შეიძლება თქვენ შეგაჩეროთ ვერაფერი ვერ შემაჩერებს ვიბობოქრებ იმიტომ რომ ჩემი გიორგი არის განსაკუთრებული სულის ნაწილი ჩემი გიორგის გარეშე ჩემი ყოფნა არაფერი არ არის გიორგია ჩვენი ცხოვრების ხალისი ყოველდღიური სტიმული და ცხოვრების აზრი დედიკო და მამიკოსთვის გიორგის სიშორე არის ძალიან ძნელი ესია ყველა მშობელი ესია ყველა მეუღლე თავისი მეუღლე გვერდით რო არ აყავს ესია ყველა დები თავისი ძმები გვერდით რო არა ყველა პოლიტპატიმრის დედები ახლობლები ყველა ესი არის ამიტომ მე პირადად და ვიცი ჩემ გვერდზე მდგომი მშობლები ძალიან ბევრი ვართ არც გავჩერდები და ვერც გაგვაჩერებენ იმიტომ რომ ჩვენი შვილები უნდა დავიბრუნოთ ჩვენ ეხლა როგორ არის რას გეუბნებათ ადვოკატი რომელიც როგორც მივხვდი მუდმივად არის კონტაქტზე ხმარ მომეწონება გიორგისიო ადვოკატს ვეუბნები ადვოკატი ეგრევე შედის ამბავს მეუბნებაო და რას გეუბნებათ როგორ არის ახლა როგორ უძლებს 4 კედელს შორის ყოფნა ვისთან არის კამერაში გიორგი რომელ კამერაშიც იყო თავიდან ეხლა იმ კამერაში არ არის ბიჭები რომ მოყავდათ სასამართლოზე გეცოდინება დაბლა სრული სიტყვის მნიშვნელობით სარდაფია და თუ პადვალი თუ რა ვიცი რა ქვია იყავთ ეს ბიჭები სადღაც თვეები იყო გასული გიორგი რო შეხვდა 8 ბიჭის მოყვანა სასამართლოში და დედიკო პირზე კოცნით გავიცანი ბიჭებიო და უბედნიერესი რო იყო სინამდვილეში ჯგუფურებიც ხო არ იცნობდნენ ერთმანეთს რომ ჯგუფური გაყადეს რომ არავინ იცოდა ერთმანეთი აი უბედნიერესი იყო ერთმანეთის შეხებით რომ გაიცნეს ერთმანეთი რო შევსულა 8 ბიჭის სასამართლოზე
რა დამავიწყებს იმას რო ეთყვი ახლა დაცვას უკვე ვინც გვიცნობს აი იქ რო შემოდიან დალაპარაკების უფლებას გვაძლევენ და კასრაძე რო გამოეყო იმათ და რომ ითხრა ნანი გიორგი იცი რა კარგად არის იმას რა დამავიწყებს რომ იმას უნდა და რო ეხარებინა ჩემთვის ის გიორგი ცუდად არ არის და შენ არის ნერვიულო იმიტომ რომ ყველა პატიმარი იძახი მტირალაა ნანიო იქ რო გაიცნეს ერთმანეთი არ ვიცი გიორგის ან ჩვენმა ცქერამაც გაუმძაფრად გიორგი და თორნიკეს უნდა და ძალიან ერთად ყოფნა გოშაძეს ეცადნენ გოშაძე სხვა კამერაში იყო გიო სხვაში გოშაძეს მოუწია სხვა კამერაში გადასვლამ რაღაცა მოუნდა ეგრე გადავიდა და ამ დროს გიორგი არ იყო გოშაძესთან გადასული და სადაც იყო გადასული იქ დაწერა განცხადება და მითხრა რომ არ დააკმაყოფილეს ჩემი თხოვნაო და არ დავმალავ ვიტყვი თუ ვინმე უნდა შემაშინოს მაინც ვერ შემაშინებს დავრეკე სახალხო დამცველთან და კითხვა დაუსვი თუ იწერება ჩემი ლაპარაკი თქო სიტყვა სიტყვით იწერებაო რატო უნდა გამოკვეთო ჩემმა შვილმა ვის გამო გადადის არავის გამო არ გადადის თვითონ უნდა თავის ამ ერთნაირი ენთუზიაზმის ხალხთან იყოს მეტი სხვა რა სახელი და გვარი რატო უნდა გამოკვეთოს პატიმრის მე იმის გამო გადავდივარ არ გადასულა იმის გამო თორნიკესთან უნდა და ყოფნა და თორნიკე გადავიდა მანამდე ონისე ცხადაძესთან და რეზო კიკრაძესთან და რო გაიგო ესენი ერთად რო იყვნენ სულ ვერ გაჩერდა მერე უნდა და ამირეკა მეორე დილას 11 საათზე არ ინერვიულო ონისე ცხადაძის კარტით გირეკავ დედაო და ისე ვიყვირე ხალხი შემოცვივდა მაღაზიაში ხუარ უშვებენო რამ გადაგრია რა გვიხარია აი რა გამიხარდა და სინამდვილეში სახეზე ატყვია ჩემ შვილს მერე ბოლო სასამართლოზე აქეთ მოგმართა წყნარად მშვიდად იყავით არ აღელდეთ ჩემ განაჩენზე არ დაგავიწყდეთ უკან ბევრი ბიჭები რო არის და ბევრს რო ჭირდებითო ანუ ეხა ვისთან არის ონისე ცხადაძესთან არის რეზო კიკნაძესთან არის და თორნიკე გოშაძესთან ისტორიული კამერა ქონია საოცარი კამერა ზიან ხატავს გიო თორნიკე წერს რეზო წერს ონისე თავის იუმორით ეხლა ონისე არ არის იმ ხასიათზე ძალიან დიდი იუმორით იყოს ძალიან დიდი გულისკივილი განიცადა მაგრამ მე არ დამავიწყდება ის დღე ონისეს მამის გასვენებაში რო ვიყავი აი უმძიმესი ტრაგედია მე ჩემი გულის ნაწილიდან ახლობელი ადამიანი გავაცილე იმ დღეს აი მაგ შეგრძნებით დაუბრუნდით ერჯოლიდა და სანდროს და დედამის რო უყურებდი ალბათ ეგ ცხოვრებაში არ დამავიწყდა ძალიან რთულია სანდრო არის საუკეთესო შვილი ჩემთვის რო გამოვლიან ეს ბიჭები ალბათ არ ვიცი ამა თუ დააცილებს რამე მერე აი მერე იქნება ჯგუფი 10 იქნებიან ჯგუფურები და ეს ბავშვები ჯგუფურები და ყველა მიწოდეს დედები ჯგუფურები ეხლა უკვე საშიშები გავხდებით ალბათ ნამდვილად და მარეზი იტყვის ნეტა მგონი ეს თავრობა იტყვის ეხლაო ეს წყნარი მშვიდი ბავშვები გარეთ ყოფილიყო და ეს ხმაურიანი დედები დამეჭირა განაჩენის შემდეგ დაგირეკათ გიორგი და რა გითხრათ ჯერი განაჩენი რო გამოუტანეს იმ დღეს ხო იცით ჩემი დაბადების დღე რო იყო და ფურცელი მოგონდა ფურცელი და გადმოფინა იმ წუთას დაწერილი დე დიდი ბოდიში შორიდან რო გილოცა ჯერ ამის ნახვა მანამდე წერილები გამოუგზავნა ხალხს და მოყვებოდა იმ წერილს მეორე პატარა დედიკო თხოვნა არ გჭირდება მაგრამ ძალიან ბევრი გამრავლე და ვისაც სურვილი ექნება ჩემი წერილი წაკითხვის ყველას მიაწვდინე ეს წერილი და ეს ნახატი მეც მომეტანთ წერილს აუცილებლად მოგიტანთ ნახატი საოცარი სულ ყველაფერი თუ ვინმე დასწრებია სასამართლოს აი თვალნათლივ რომ იხდება რა ხდება იქ და რა გითხრათ როცა დარეკა განაჩენის შემდეგ რო დარეკა ასე მითხრა დედიკო ხო არ გამხდარ ხარ ცუდად არა თქო რა აზრი ქონდა რომ ტელევიზორში კამერებიდან დაინახა
მე რა მდგომარეობაში ვიყავი და სახეს თუ იქ სასამართლოზე მე ვიყენებდი ჩემი მიმიკებით გიომიცი ჩემ გულში რა ხდება 8 მარტს 3 მარტს წერილი რო გამომიგზავნა ზუსტად ეს სიტყვა ეწერა მე ვიცი ეხლა შენ გულში რა ხდება და მე ისიც ვიცი ამ წერილით საკითხვისას შენ რა ცრემლი ტირი ხარ ეხლა გიო ყველაზე კარგად ხდება მე როგორი ბუნებისა ვარ არ ვიცი ეს უფლის განსაცდელია მართლა დედაშვილი თვალებში შევხედავდით ერთმანეთს და ვიცოდით იმას რა უნდოდა და მე რა მინდოდა იცი როგორი არის ზოგადად ემოციური ახმაურიანია ციბრუტია ანუ ციხეში მისი ყოფნა ონის ცეცხადაძეზე ონისეს ძმა სულ ამბობს რომ არ წარმომიდგენია ონისე 4 კედელს შორის იმიტომ რომ ისეთი მოძრავია ონისე გიორგიც ასეთია გოშაძეს უთქვია ახლა მაინც დადის წინ და უკან ბობოქრობს და აწერს და ხატავს არ ჩერდება აი მოძრავი მაგრამ კონფლიქტური არ არის ჩხუბი არ იცის დალევა არ უყვარს ჩხუბი არ იცის აი რაღაცაზე აყვეს ვიღაცას და მუშტით გაალამაზოს ეს არ მოხდება არასოდეს ოპტიმიზმი აქვს საოცარი იქით გამშვიდებთ თქვენ აქეთ და გამშვიდა ყველა სასამართლოზე 20 კაცი დარბაზი უნდა ყოფილიყო მე-15 სადაც 50 კაცი დაჟებოდა გადახედეს და 20 კაცი სადაც დაჟებოდა იმ დარბაზში გადმოგვიყვანეს მიად კი არ გადმოგვიყვანეს დაწყებამდე 10 წუთით ადრე იქ შეგვიყვანეს სასამართლოზე სიტყვით არ გამოდის ხოლმე იმიტომ რომ დუმილი რო ქონდა არჩეული თავის ადვოკატზე იყო მინდობილი მაგრამ ეხლა თქვა ბოლო სიტყვა თავს გაუფრთხილდით არ შეშინდეთ ჩემი განაჩენით არ აღელდეთ ემოციას არ აყვეთ არავის არ შეეპასუხოთ შვიდად გადით აქედან გაწონასწორებულები და სულ გახსოვდეთ ყველას ძალიან ბევრი ბიჭები არიან თქვენს იმედად თქვენ ხარ ჩვენი საყრდენი ძალა და დაიბარა ლელომ არჩევნებზე არ მიიღოს მონაწილეობა და გავიდა ეს თქვა პროცესზე ასევე გალუსტაშვილი მისი ყურება რთულია ძალიან ეს არის მე წეგან გკითხეთ რომ ყველაზე მძიმე სცენა რომელიც შემორჩება ამ ყველაფერს რა არის თქვენთვის ჩემთვის როგორც ამ ყველაფრის მაყურებლისთვის არის მძიმე მოსამართლე ძალიან გალუსტაშვილი რომელიც აკეთებს იმას რაც უთხრეს რომელიც არ რეაგირებს რომელსაც არ აქვს ემპათია კი შეიძლება უთხრეს და აკეთებს მაგრამ მაშინ აი როგორც დედის თვალით უნდა ვთქვა მაშინ ძალიან ცივსისხლიანია რომელ არ ვიცი ადამიანი როგორი უნდა იყო დარბაზში ეხლა როცა იყო მომენტი გემახსოვრებათ შვილების სასამართლოზე დედები რო ვერ შედიოდნენ გიოს ესწრებოდნენ სულ აი კარგი მე კარგი გიოს საქმე ქონდა და აი მაგ დედებს რო უყურებდა დავიჯერო რამდენჯერ მithქვია მანდატურისთვის რამდენჯერ მithქვია პოლიციელები რო დამდგარან ამაღამ როგორ უნდა შეხვიდეთ სახში და დაიძინოთ ჩემი თვალი შენახედი თქო ძალიან ბევრჯერ მithქვია აი ეს თვალი და ეს სრემლი თუ ადამიანს დაავიწყდება და მე უფალს თხოვს სადმე არ შემახვედროს გალუსტაშვილი ალბათ თუ ვინმე სადმე გაუგია გაგიჟდა ქალიო ის იქნება ნანი წულაია ალბათ არ დავტოვებ ცოცხალს ძულიანად დავხეჭავ ხმამაღლა ვამბობ წინ რო შემომხდეს ახლოში და თვალი გაუყარო ალბათ არ ვიცი ვერ დავინდობ ვერანაირ ვაღიარებ თუნდაც წინასწარ მაკონტროლო რას ეთყოდეთ იმ ადამიანებს ვინც ამბობს ვინ დააძალა თვითონაა დამნაშავე იმიტომ რომ არიან ასეთებიც აი ბოტები ტროლები ამით არიან დაკავებულები მაგრამ მარტო ბოტები და ტროლები არა არიან ადამიანები კიდევ კარგი რომ ბევრნი არ არიან მაგრამ არიან ვინც ისევ სინდისის ტყვეებს ადანაშაულებს რომელთა გონება არის დაბინდული ვერაფერს ვერ ხედავენ მარტო იმას რასაც პროპაგანდა მათ ეუბნება სამთავრობო მედიიდან მათ რას ეთყობთ აი მე შეხება მქონია საიდან ეხლა რო არიციან იმ ხალხთან
ჩანს ტელევიზიებიდან და განაგონიც გაქვთ, ყველანაირი შეხება გაქვთ. დასავლეთში წავედი, 5 რეგიონი მოვიარე, პოლიტპატიმრების გაზეთები დავარიგე, მაგათი წერილები. დასავლეთში მაგრად არიან გათვითცნობიერებული. ზუგდიდი წალენჯი ხა დაბაჯვარი, აფხაზეთის საზღვართან ვიყავი ხოროწყუ. აი უმაგრესად არიან გათვითცნობიერებული და აქეთ ვინც გაიგო რომ დაინტერესდა და ცენტრში რო გამოდიოდა ჩვენ შესახვედრ ამ მშობლების. მაგრამ ვიყავი ახლა საგარეჯოში ჩასული გავოცდი. არის ის ხალხმა პოლიტპატიმრები რო ვყავს, არის ისეთი უბანის. არის ისეთი უბნებიც. ახლა ყველანაირად ვძოლობთ. იმასაც ნახავდით იმ დღეს ლილოში წავედით გაზეთების დასარიგებლად, რომ ლილოში ახლა მართლა ძალიან ისეთი ხალხია, იქით მხრიდანაც, აქეთ მხრიდანაც, აი უამრავი ხალხია. და ისიც ჩანდა გაზეთი როგორ დახია კაცმა და შემომაყარა, რომ საფრთხავს პოლიტპატიმარი და რატო ხარ პროპაგანდისტიო. კაცსა, რომელსაცო შვილი აფხაზეთმა შემიწირაო და ეხლა შენ რას ლაპარაკობო? ამას რო ვერ გაიფიქრებს კაცი აფხაზეთმა შეიწირა, ისევ რუსულმა მთავრობამ და ჩემი შვილი რატო უნდა შეიწიროს? კითხვა დაუს. პროპაგანდა ხარ ჩამოსული. წარმოუდგენელია. აი რა არის? ესენი არიან სულ ყველა პროპაგანდის მსხვერპლი. მარტო პროპაგანდის არა. იმედის და პოზიტივის მსხვერპლი. ბატონო ამას გულისხმობ. კი, იმედი და პოზიტივის მსხვერპლები არიან ესე. ყველაზე მეტად ფიქრობთ რომ გადის იქ სერიალები, ასაკიანები ყურობენ და სერიალიდან გადადიან მერე ამ ინფორმაციაზე და დაჯერებულად მე რუსთავში საუკეთესო ასაკიანი მეგობარი დავკარგე ამის გამო. ამ ყველაფერში დამნაშავე ვინ არის? ჩვენი ხელისუფლება, მეტი სხვა არავინ. ჩვენი ხელისუფლების გარდა არის ვინმე დამნაშავე? ივანიშვილს რუსული კანონი ვინ შემოიტანა? ვინ შემოიტანა სტუდენტებში? აი მე ღმერთო ყველა სტუდენტი ამყოფე ჯამთელად ჩვენი მამოძრავებელი ძალა. ეგ ბავშვები რო არ იდგნენ იქ ვერ გავძლებ ჩვენ. ერთი გამოიქცევა, მეორე გამოიქცევა, რამე ხო არ გინდა ჩაგეხუტება. აქციაზე პირველი მოვა, გიოს დაბადების დღეზე სულ სტუდენტებმა გააკეთეს ის ყველაფერი. ნანიდეი და მარტო მოდი, არაფერი არ გააკეთო. საოცარი თაობა. ეგენი ამ ჩვენ მთავრობას ამას არ აპატიებენ. ნანი, თქვენ ყოველთვის კრიტიკულად იყავით განწყობილი ხელისუფლების მიმართ, გიორგი ყოველთვის კრიტიკულად. ახსენეთ რუსული კანონი. არ ვიყავი, აი ძალიან განწყობილი ამ დამძიმებამდე. იმიტომ რომ ვამბობ ეხლაც, ატივცემ ჩვენ რუსთავის მერს. თავს ვიკლავთ სულ ყველა ქოცების წარმომადგენელი რო არის. ყველა რო გზნობს ამ თანადგომას. ჩემი გიორგის და სულ ყველაც. და აი ამაში კონდათ ეს მომენტი რომ მადლიერების განცდა კონდათ მანამდე. რა თქმა უნდა. ეხლაც რუსთავში გუშინ აქცია რო იყო. ეგეც იქნებოდა დარწმუნებული ვარ ნინოს დამსახურება. ჩვენ როგორც აქციებზე დავდივარ და ამდენი პოლიციიდან აი რუსთავში ერთი ეკიპაჟი მივყვებოდა გზაზე შეფერხება რო არ გქონოდა. ვინ არის რუსთავის მერი? ნინო ლაცაბიძე. კი ბატონო, ასევე მინდა გკითხოთ, მაღაზია ახსენეთ და თქვენი მაღაზია არის თქვენი რაღაცა ცხოვრების ნაწილი. რომ მითხრათ ორი სიტყვა მაღაზიაზე. ცხოვრების ნაწილია იქ მაღაზია, იმიტომ რომ სახში ავდივარ დღამე, დღე ვარ იქ. ახლოს არის სახლთან. ცოტა მოშორებით გუშინ აქციის ხალხს რო კითხოთ, ძალიან შორი იყო. რა ჩემთვის არ არის იქ. ტრანსპორტით ჩავდივარ და მოვდივარ ჩვენ, მაგრამ აი იმდენად გვიყვარს იქაურობა დღეს იქ რო ვართ. გიოს სკოლის დამთავრების პერიოდი იქ რო მოძრაობდა და ეზოა ულამაზესი ხრიოკი იყო და ისე კარგად გავაკეთეთ. გიო ისე გათიბავდა, ისე გაგვიკეთებდა ყველაფერს. გუშინ აქტივისტები სულ ყველანი იქ მოვგროვდით მე-16 მაღაზიასთან. შევისვენეთ მაგიდები გვაქვს სკამები. გავგრილდით ცოტა ხანი ცივი წყალი დავლიეთ და მე ამ მაღაზიამ გაგიზარდეთ გიო? შეიძლება ითქვას. ნამდვილად ეგ არის გიოსთვის უზრუნველსაყოფად სტუდენტს ყველას მოიხსენება რამდენი ისჭირდება, მაგრამ გიო არის როგორი.
არასოდეს ზედმეტად არაფერზე რო არ შეგვაწუხებდა. ეს მინდა არა. აი დაუშვათ 10 ლარით რო გამეშვა. მეც არ მოითხოვდა და საღამოს შეიძლებოდა ხურდაც მოეტანა. როცა იყო დრო, მაგრამ ეხლა ბოლო დროს არც ტრანსპორტში ეყოფოდა ის და არც იმაში. წვენი რო დაილია მაგაში. რო ჩააბარა სამედიცინოზე, ალბათ ძალიან ბედნიერები იქნებოდით. ვინ იყვნენ მისი თანაკურსელები, მისი უნივერსიტეტი რამდენად მხარს უჭერს გიორგის? გიორგი მასე თქვა ხმამაღლა, მე რო გამოვალ დედიკო აქედან, მაგ უნივერსიტეტში არ დაუბრუნდები. ვერავინ ვერ შენიშნა, იქიდან თავის გვერდში მდგომი. ვერც ლექტორიც, ვერ სტუდენტიც და ამიტომ შენ არ ინერვიულო, ჯერა დარწმუნებული ვარ, იმხელა რესურსია გიოს ყველაფერზე, ინგლისურიდან დაწყებული, ქიმია, ბიოლოგია იმ დონეზე უყვარს, ეს სამედიცინო სფერო. რომელი უნივერსიტეტია? დავით აღმაშენებელი. ყბა იმის ყბასახის ქირურგიით უნდა წასულიყო მესამე კურსიდან და არა უშავს ვიცი მჯერა დარწმუნებული ვარ, რო გამოვა, არანაირ ენთუზიაზმს არ დაიკარგავს, იმიტომ რომ დედიკოსავით მედგარია, სწავლის ჟინი აქვს, იცის ცხოვრების გემო, სკოლაში არ დადაგებზე უკვე დიდი ბიჭი რო იყო, მერვე კლასიდან არ წასულა სოფელში, მანქანების სამრეცხაოში უმუშავია, თავისი ფული მოუგროვებია. და იმ მოგროვილი ფულით თქვა, გითხრა, პირველი ხელფასით რა მიყიდა? რა? არც მომიცილებია და არც მოვიცილებ. და ეხლა მაშინ, რადგან ასე გადავედით ნიფთებზე, რაღაცნაირად მაქვს ეჭვი, რომ ჩვენი რუბრიკისთვის 3 ნიფთი, 3 ამბავი, ალბათ ერთი იქნებოდა ეს ოქროს საყურე, რომელიც გიკეთიათ. ამას ალბათ რა ვიცი, რომ მოვკვდები საფლავზერაზე ჩამაყოლებენ და მანამდე არ მოვიხსნი. იმიტომ რომ პირველი ხელფასით გიყიდა. პირველი ხელფასით მიყიდა გიორგი მესა. ეს, მაგრამ სანამ ამას მიყიდიდა გიორგი, პატარა რო იყო, ბაჯბაჯა იყო. სანამ დედიკოსთან შემოვიდო და ნანი უყვარდა ძალიან და სამარც გიორგი მოვიდა ამის კონებით დედიკოსთან და აი 21 წლისიები როგორ არის. ეს ეთყობა რავი, ბუნებაც გრძნობს ყველაფერს, უფლის დიდებით, ღვთისმშობლის ძალით, ალბათ ყველაფერი ისეულინდება. ერთი წლის იყო ეს ბაჯბაჯით რომ მომიტანა. კარებზე რო დააბაკუნა. მაშინ ჯერ კიდევ დედიკოს არ გეძახდათ. არა, მაშინ ჩემთან არ იყო გიორგი, ერთი წლის რო იყო, მაგრამ ნანისთან ისეთი სიახლოვე ქონდა ყოველდღიური, რომ სულ ნანი უნდოდა და ღამე რო ვერ დააძინებდნენ, რო დააკაკუნებდნენ, შემოვიყვანდი, ჩავიხუტებდი და ერთ წამში დაიძინებდა გიო. მესამე ნივთი ფოტოებია. მესამე ნივთი შემიძლია ფოტოები. გიორგის უსაყვარლესი ბავშვობა. აი ეს შადრევანთან გადაღებული რუსთავის, რომელიც ძალიან უყვარს გიოს. ონტუზა ულამაზესი გიორგი. ეს ეხლა ნახატებიდან გამომდინარე, მიხვდებით, რომ ძალიან უყვარდა ხატვა. რომელსაც დედიკო არ უშლიდა და სულ აძლევდა ამის უფლებას, სადაც უნდოდა წამოწვებოდა, სადაც უნდოდა დაждებოდა, სულ ხატავდა. სულ დახატულები გველაგა ყველგან. აბა ეს რა არის? ეს ქუთაისში ვყავდა წაყვანილი, იყო მომენტი გიოს რამის სურვილი გაჩენია, რომ შეეძლო ახმა რაღაცის, სახში მეტყოდა. დედიკო კიბეები რო ჩადი, წამიყვან თბილისში მეტრო უყვარდა ძალი. თელი დღე რომ იტარებია. ეს ქუთაისში ნახა რეკლამაში ტელევიზორში, მოუნდა წავიყვანე, ვატარეთ იქ, ჩემი ძმისშვილი დამხვდა და ვიყავით ეგ. ეს წამიერად გავედი სახლიდან. წამიერად და რო დამინახ, სუშიში ქონდა ჩემი გაშორების. და რო გაგიჟდა სიხარულისგან, ჩემი დედიკო მოვიდა. ეს კიდე ჩვენ თაწმინდაზე ძალიან უყვარდა ბარათი ვქონდა და სპაიდერმენი და გიორგი. კი. ეს გიორგის უსაყვარლესი ის არის სპაიდერმენი. სპაიდერმენის თაობა, რომელიც არის გამომწყდეული ახლა.
და აი ბოლოს მინდა გკითხოთ, მადლობა პირველ რიგში რომ იყავით და ესეთი ემოციები მივიღეთ თქვენგან, რომ ყველაზე დიდ იმედს, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ახლა, არ ვიცი, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ამ ბრძოლაში ყველაზე დიდ იმედს, ყველაზე დიდ მოტივაციას მე ციხეში მყოფი ადამიანები მაძლევენ, ახალგაზრდები კი არ მთრგუნავენ, პირიქით ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევენ და მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეების და სასამართლო პროცესის ყურება არის ძალიან მძიმე ჩემთვის. ამავდროულად ძალიან მძიმეა. ამავდროულად მე როცა ვიყავი 8 ადამიანის სასამართლო, 8 ახალგაზრდის სასამართლო პროცესზე, იქიდან რაღაცნაირი გამოვედი, მივხვდი, რომ ასეთი ახალგაზრდები რო ყავს ამ ქვეყანას, ამას ვამბობ ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე, შეუძლებელია რომ ეს ბრძოლა დამარცხებით დასრულდეს. ანუ პირიქით მქონდა განცდა, ამაღლებული განცდა მქონდა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს. აი მოსამართლეს რო უყურებდი, იმც რომ მორწმენებს უყურებდი, მაგრამ ჩემთვის მაინც აი რაღაც ის პატიმრები კაშკაშებდნენ დარბაზში. მე ამ ემოციით წამოვედი. ბოლოს მინდა გკითხოთ, ახლა რომ გიორგის ესაუბრებოდეთ, რას ეტყოდით მას? მე რაღაცნაირად ახლა გამიჩნდა ეს იდეა. ნანუკას მინდა ვთხოვო ჟორჟოლიანს, არ ვიცი რამდენად გამოვა ეს და რამდენად დამთანხმდება, მაგრამ რატომღაც გონია, რომ ნანუკა უარს არ გვეტყვის, რომ ეს ინტერვიუ აუცილებლად გავუშვათ ტელევიზიითაც. იმედია ნანუკა დაგვითმობს მის საეთერო დროს. ერთხელ მან ეს გააკეთა და რატომღაც გონია, რომ ახლაც გააკეთებს, იმიტომ რომ მინდა რომ ეს ინტერვიუ ნახოს გიორგიმ. და ამის შესაძლებლობა იქნება, თუ კი ნანუკა დაგვითმობს მის საეთერო დროს. მეც დარწმუნებული ვარ, უარს არ გეტყვით, იმიტომ რომ ნანუკას თანადგომა პატიმრებთან და მშობლებთან არის განუსაზღვრელი. და აი ეხლა თუ კი ეს მოხდება, გიორგი ნახავს ამ ინტერვიუს და მე მინდა რომ თქვენ გიორგის მიმართოთ. დედამ ზედმეტი არ უნდა თქვა შვილზე, სხვამ უნდა თქვას, მაგრამ შეგვიძლია აი ამ კამერაშიც კი შეხედოთ მას. არ უნდა თქვას დედამ ხმამაღლა, მაგრამ მე ხმამაღლა ვიტყვი. მადლობა დედიკო. ამ ბრძოლისთვის მადლობა ჩემო ვაჟკაცო, ასეთი კარგი ხალხის გაცნობისთვის. მადლობა მე ამდენი საშუალებამ რომ მომეცი, ამდენი ხალხი გამეცნო, გულში ჩამეხუტებინა და ამ საოცარი სითფოთი ბედნიერად ყოველდღე რო გავიტენო. შენ ამაყად ვაჟკაცურად მყავდი, როგორი თბილი, როგორი მედგარით, როგორი უსაყვარლესი იყავი, არა მწვენია ისე ვამბობ დედიკო. გათენდეს იზდილა დედიკო და მამიკო, გაწიო და შუაში ჩაუწვე ის. აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება და ამ ისტორიას ეს დასასრული ექნება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის. მადლობა, რომ ასეთი ადამიანი ხართ. მთელი თქვენი ისტორია არის ბრძოლა გიორგისთვის. და ყოველთვის თუ კი დავაკვირდებით თქვენ ისტორიას, ყოველთვის თქვენსას აღწევდით. ყოველთვის, ანუ როცა მოგინდათ გიორგი. მეგრული ჟინია კი, შესაძლოა. ამიტომ ეს კიდე ერთი ბრძოლა გაქვთ მოსაგები და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლასაც მოიგებთ და ეს გამარჯვებით დასრულდება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ნანის, აი ამ სრულიად გულწრფელი და ემოციური ინტერვიუსთვის, რომელმაც მე მომცა ახალი ენერგია ამ ბრძოლის გასაგრძელებლად, ამას ვამბობ პათეტიკის გარეშე და დარწმუნებული ვარ ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით. თქვენ კი მინდა გთხოვოთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, YouTube არხი მისმინეთ, თქვენ უყურებდით გადაცემას ვიკასთან ფილტრის გარეშე. მადლობა.